ჩვენი მომდევნო სიუჟეტის გმირები არიან ნოდარ და გულიკო ცერცვაძეები, წყვილი, რომელთა ასაკიც თითოეული შემთხვევაში 91 წელს ითვლის. მათი ისტორია თელავში დაიწყო, ქალაქში, რომელსაც ბატონმა ნოდარმა წლების განმავლობაში თავისი პროფესიული ცხოვრება მიუძღვნა. იქნებოდა ეს თეატრი, რედაქცია თუ კონდიტერის ხელოვნება. ამ ორი ადამიანის გზა კი ყველაზე მოულოდნელ ადგილას, კერძოდ თელავის აეროპორტ მიმინოში გადაიკვეთა. ნოდარისა და გულიკოს ურთიერთობა ნამდვილი დასტურია იმის, რომ სიყვარულს ასაკი არ აქვს. ახლა კი ერთად შეგვიძლია ვნახოთ სიუჟეტი და შევიტყოთ თუ რა რჩება უცვლელი 91 წლის შემდეგაც და რა არის ის საიდუმლო, რომელიც მათ სიცოცხლის ძალას და ენერგიას მატებს. ძალიან მოყვარული ვიყავი ახალგაზრდობაში საერთოდ ხელოვნებას. 14 წლისა ვიყავი, რომ თელავის თეატრში დავიწყე მუშაობა. ძალიან ხშირად მოგზაურობდი თბილისში, თელავიდან სხვადასხვა კონცერტებზე, სპორტულ დღესასწაულებზე და ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დროს თელავის აეროპორტის მოსასვლელ დარბაზში, როცა იქ ვიყავი წამოსასვლელად, ჩამომზადდა ორი ქალბატონი გულიკო და თავისი ნათესავი. მე ამას არ ვიცნობდი ვინ იყო. ნათესავს კი ვიცნობდი. მოხდა ისე, რომ ბილეთი არ ქონდათ და მე მქონდა ბილეთი. ეს ვერ მოდიოდა ჩემ რეისში. მივედი მე და რო ვიტყვი ქართულად გაუჩალიჩი ბილეთი მოლარესთან და ჩემ რეისშივე წამოვიყვანე. ჩამაბარეს იქ რომ წაიყვანეო. მე ჩავიბარე იქ, მაგრამ ჩავბარდი აქ. მე თვითონ ჩავბარდი აქ მერეო. რო შევხვდით, ნათესავმა გამაცნო, გავიცანით თვითფრინავში ერთად ვიმგზავრეთ, ჩამოვედით აეროპორტში, აეროპორტიდან სახლამდე მომაცილა ტაქსით და შევხვდით საღამოს. სახლამდე არ მოგაცილე ბოდიში. სახლამდე არ მომიყვანე, რომ სახლი არ მცოდნოდა. სხვაგან ჩამოვედი, რომ არასწორდა სახლი. ძალიან მომეწონა, როგორც კარგი მოსაუბრე, როგორც თბილი ადამიანი. ესეც უნდა ვთქვა, მე რაც მეკლდა ძალიან. მე თვითონ ობლად გაზრდილი ვიყავი და ამ სითბომ დამატბო. 59 წელი გავიდა უკვე 66 წლიდან. 66 წლიდან დღევანდამდე უკვე არის 59 წელი. უკვე მალე შესრულდება 60 უკვე. ხან კარგად, ხან ცუდად, ხან გაჭირებაში, ხან დალხენაში. ყველაფერში და მოვიტანეთ აქამდე ჩვენი ცხოვრება. მოვიტანეთ კარგი შვილები გყავს, კარგი შვილიშვილები, კარგი შვილთა შვილები. მე შვილები ძალიან მიყვარს. შვილიშვილები ჭკვა მეკეტება. ესენი არიან ჩემი შვილებიც, დედაც, მამაც და სულ ყველაფერი. დათმობი მე ვიყავი ყოველთვის. იმიტომ რომ ეს ჰოროსკოპით არის ლომი. მე ვარ კურო. აი წარმოიდგინეთ ახლა კურო და ლომი. აი რამხელა კონტრასტია, ხო? თუ მეაუყვებოდი, ეს აღარა ჩერდებოდა. მაგრამ მე რო გავჩერდებოდი, ესაც ჩერდებოდა. და ასე გავატარეთ ჩვენი ცხოვრება რა მოგეთ. იყო მომენტი რომ 24 საათი, 28 საათი ვჩხუბობდით. ვკამათობით, კი არ ვჩხუბობდით, ვკამათობით რაზე ცხოვრებაზე. რომ ყოფილიყო ესე, არა ესე. ამას ესე უნდა ესე ყოფილიყო. არა მემტკიცებდა ეს უნდა ესე იყოს. მე დავთმობდი კაცი ვარ, აბა რას ვიზავდი. ხშირად აქ ესეთი რაღაცის მოყოლა უყვარს. და მეც იძულებული ვარ მოусმინო და მეც ამასთან ხა ვიცინი, მეც ვიხსენებ ჩემ ბავშვობას, ჩემ წარსულს, ჩემ მეყვარლიდან ვარ ეს თელავიდან ისე რომ მე იქაური უნდა მოყვე ამანაკაული და გადის დრო. დილა მშვიდობისა გულიკო. პირველივე მაგას ვეუბნები. დღეს მაგალითად ორჯერ ვთხარი და რა ამბავი ორჯერ მონებიო. დღევანდელ დღეს ელოდებიო. ქალბატონი სულ სამზარეულოშია. სულ ამზადებს. ამდენს რა სამზადებს ნიაზი არა ვარ. სულ ამზადებს. ელოდება ხოლმე შვილიშვილებს, მე რა თქმა უნდა სტუმრებს. და ასე გადის საღამოს ისე უყურებ ტელევიზორს, სხვა შორის თურქულს ფილმებს უყურებ ძალიან. მე უყურებ, მაგრამ არ მესმის რაც უყურებ. ახალგაზრდა წყვილებს, აი ნამდვილად ურჩევდი რომ ნუ შეუშინდებიან სიღარიბეს, თუ ერთმანეთი უყვართ, შევღდნენ, შექმნან ოჯახი. თანდათან ყველაფერი იქნება. დღეს არა ხვალ არა ზე.
ზეგარა ზოგი მშობლების დახმარებით, ზოგი თავიანთი შრომით და კარგით. შრომის გარეშე არაფერი არ მოდის. თუ არის შრომე, ის ერთხელ მოგიტავს ვიღას რაღაცას, მეორედ მოგიტავს, მესამე თუ კი არ მოგიტავს და გეტყვით, გაადოკე ხელი, იშრომე, შექმენი ოჯახი, გააჩინე რაც თავარია შვილები და იყავი ბედნიერი. და კინკალობას ბევრი მოვა, ყველაფერი იქნება, მაგრამ საბოლოოდ გაიმარჯვოს სიყვარული. ყველგან სიყვარული გაიმარჯვოს.